გავიგოთ სექტემბრისთვის ტენდენციები, რა გელოდებათ ზოგადად, რა ენერგიებში იქნება ჯანმრთელობა, ფინანსები, სასიყვარულო ურთიერთობა და რჩევა თქვენთვის. იფიქრეთ საკუთარ თავზე, ნახოთ ზოგადი ენერგიები სექტემბრის თვეში თქვენთვის როგორი იქნება. მოკლედ სექტემბრისთვის ზოგად ტენდენციას რაც შეეხება. შესაძლებელია სექტემბრის თვეში გინდოდეთ და მიისწრაფოდეთ ესეთი სიმშვიდისკენ, აი დაღლილები იყოთ და თქვენთვის განმარტოებით ყოფნა გინდოდეთ და იძახდეთ, რომ ნუ რავი, ნუ შემაწუხებ ზედმეტად დამტოვეს ჩემთვის და მომყოფეთ ჩემთვის, აი ცოტა ჩაკეტილ ენერგიებში შეიძლება იყოთ და რაღაც თქვენ შინაგან სამყაროში გინდოდეთ მარტო დარჩენა სექტემბრის თვეში. პატარ-პატარა ძვრები, ცვლილებები გექნება სხვათა შორის სექტემბრის თვეში, ზოგადად რაღაცა სიახლეებისკენ მიდიხართ და ეს საერთოდ ჯამში სექტემბრის თვე როგორ ეცით, რაღაცა გეგმა გაქვთ შეიძლება დიდი ხნის დასახული და აი იმ გეგმისკენ ნაბიჯ ყოველ თვე ან ყოველდღიურად, ყოველკვირად მცირე დოზით უახლოვდებით და სექტემბრის თვეში აი ზუსტად ეს პროგრესი ჩანს, მაგრამ ნელი, თუმცა რამდენ შრომასაც ჩადებთ და რამდენ ენერგიასაც ჩადებთ, იმდენივე შეიძლება დაგიფასდეთ. სექტემბრის ბოლოსკენ ზოგად ენერგიების აღწერაში რომ თქვა, შესაძლებელია რომ აი ცოტა გაბრაზებულივითაც იყოთ, მაგრამ თავდაჯერებულები გჯეროდეთ თქვენი სიმართლის და აი ვიცოდეთ რომ სწორები ხართ და ცდილობთ რომ აი თქვენი სიმართლე დაამტკიცოთ და გაიტანოთ და ძლიერ და აქტიურ ენერგიაში გხედავთ. ყურადღების ცენტრშიც იქნებით ადამიანებისგან და შეიძლება არც გესიამოვნოთ და პირიქით აი ჩემთვის მარტო ყოფნა მინდოდესო აი ესეთი განმარტოებისკენ მიისწრაფოდეთ. ეხლა რაც შეეხება ფინანსებს სექტემბრის თვეში ჩემო კარგებო. ფინანსებისთვის წვალება მოგიწევთ საკმაოდ აქტიურად და მარტივი არ იქნება თქვენი ფინანსური მდგომარეობის განვითარება სექტემბრის თვეში. შეიძლება ხარჯები გქონდეთ, შეიძლება ვიღაცისგან ესეთი დაპირისპირებული ენერგიები გქონდეთ ფინანსური თვალსაზრისით და კონფლიქტური ენერგიები, ამიტომ ფრთხილად იყავით. შეიძლება თქვენი ფინანსების დაცვისთვის ბრძოლა მოგიწიოთ. არ გაფლანგოთ ზედმეტი და არ დახარჯოთ, რომ რაღაცა ან ზედმეტი არ გაასესხოთ და თავის ადგილ არ გაგიხრეთ და სანერვიულო არ გაგიხრეთ, შეიძლება რაღაცა განიცადოთ და ინერვიულო ფინანსებთან დაკავშირებით და ფულზე ვიტყოდ, რომ ფული შემოდის, მაგრამ სულ ატრიალებთ ამ ფულს, არ გიჩერდებათ ხელში შეიძლება და აი შემოსავალი ეგრევე გასავალია, რაც შემოდის ეგრევე გადის და ესეც განერვიულებთ. ეხლა რაც შეეხება თქვენს პირად ურთიერთობებს. პირადში რა გითხრათ, ეხლა უმეტესი ენერგია ამოდის, როგორიც ეხლა ხართ და როგორც ეხლა მოხვედით, პლუს მინუს მსგავსი სიტუაცია, დიდი მკვეთრი ცვლილებები ზოგადად რო თქვა სექტემბერში არ გელოდებათ პირად ურთიერთობებში, რუტინულობა, ერთი და იგივე სიტუაციების გამარება, შეიძლება მოსაწყენიც არის, ხელშიც ამოგივიდათ, დაიღალეთ ამ ერთფეროვნებით, ამ ერთი და იგივე მდგომარეობით, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არც უარესობისკენ, არც უკეთესობისკენ არ ჩანს. აქ პირადში ურტყუილების ენერგიებიც საკმაოდ ბევრია, შეიძლება უნდობლობა არის პარტნიორებს შორის, ან ვიღაცა ადამიანი არის თქვენ ცხოვრებაში და არ გქონდეთ მის მიმართ ნდობა და ისიც არ გენდობოთ, აი გადამოწმება, კონტროლი, რაღაცა ესეთი არასასიამოვნო ენერგიები ბევრია. მოსაწყენი არის თითქოს თქვენი პირადი და დაღლილები და დატანჯულები ხართ საკმაოდ რო არ დაგიმალოთ პირადში ცოტა დაღლილი და არასასურველი ენერგიები ამოდის. რაც შეეხება ჯანმრთელობას. ჯანმრთელობაზე ვიტყოდი, რომ წესით და რიგით ნორმალურად უნდა იყოს ჯანმრთელობის კუთხით სექტემბრის თვეში, რაიმე განსაკუთრებული საფრთხე, რაიმე პრობლემა არ აჩანს. ერთადერთი რასაც ჯანმრთელობაზე მიაქციეთ ყურადღება და რაც აისახება ნეგატიურად, ეს არის თუ პარტნიორ ურთიერთობაში გაქვთ პრობლემები, შეიძლება ფსიქოლოგიურად თუ ფსიქოსომატურად გირტყავდეთ ჯანმრთელობაზე, რას ვუძახი. იქ იჩხუბეთ, თქვენც უნდათ ხართ. რაღაცა აქ ტკივდათ, გული აქ ტკივდათ, ინერვიულად, თავი აქ ტკივდათ ნერვოზულობაში, ფოთვებში, ან პირდაპირ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება პარტნიორის. კარგად, აი თუ იქ კარგად ხართ, მე თქვენც კარგად ხართ ჯანმრთელობით. აი ეს არის არაჯანსაღი მიჯაჭვულობა და დამოკიდებულება, რომელიც სამწუხაროდ თქვენს ჯანმრთელობაზე ახდენს ზეგავლენას. თუ გააკონტროლებთ და დააბალანსებთ, ჯანმრთელობაში პრობლემები არ გიჩანთ სექტემბრის თვეში. თუ ბალანსს ვერ დაიცავთ და სიჭარბეში გადახვალ და ზედმეტად მიეწეპებით, აი ეგრევე ცუდად გახდებით, შეიძლება რა ვიცი, უძილობა დაგეწყოთ, თავის ტკივილები დაგეწყოთ, რაღაცეებმა შეგაწუხოთ, რა ვიცი, აქ ან კუჭმა შეგაწუხოთ, მაგალითად, ან გულმა, რაღაცა, ეს ყველაფერი არის უფრო ნერვოზული და ფსიქოსომატური, ვიდრე რეალურად რამე მნიშვნელობა. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გართულებულიც იყოს უკვე, მაგრამ მაინც ბალანსირებულად თუ იქნებით, არაფერი პრობლემა არ იქნება.
რჩევას რაც შეეხება და რეკომენდაციას თქვენთვის სექტემბრის თვეში. გაერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს და არ შეხვიდეთ მაინც და მაინც დაპირისპირებაში კამათში და როგორმე ეცადეთ რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და სადაც არ ასჯობს გაცლა სჯობსო აი ეს ზოგჯერ ძალიან ისეთი ჭკვიანური ფრაზა და ანდაზა არის სიბრძნე მაგაში და ზუსტად ამას გირჩევთ ტაროთ სექტემბრის თვეში რომ გაეცადეთ რაღაცა რთულ სიტუაციებს ეცადეთ რომ იყოთ აქტიურები აქტიურად წინ წახვიდეთ აქტიურად განვითარდეთ სიახლეებზე იფიქროთ არ მოდუნდეთ გარისკეთ შედით კრიზისში შეიძლება ძალიან რაღაცის გეშინიათ, იმდენად გეშინიათ, რომ ვერ ბედავთ ნაბიჯის გადადგმას. ეს შიშზე მაღლა დადექით, რაღაც მომენტში ეცადეთ, რომ შიში კი არ მოგერევთ და შიშმა კი არ გმართოთ, თქვენ დაეუფლოთ ამ ენერგიას და აქეთ თქვენ თქვათ, რომ არა, მე შიშს არ დავემორჩილებ, რადგან როცა შიშს ემორჩილება ადამიანი, ის ვეღარ ხედავს რეალობას და მას არჩევანის თავისუფლება წართმეული აქვს, როცა რაღაცას ემორჩილება. ამიტომ შიშზე მაღლა დადექით და გარისკეთ, იყავით თამამები, იყავით გაბედულები, იყავით აქტიურები, შეიძლება რაღაცას სწავლა გინდათ, რაღაცა მოქმედების გაკეთება გინდათ, სადმე წასვლა გინდათ და თავს იკავებთ და ვერ ბედავთ, წადით, გააკეთეთ, გათავისუფლდით, გამოხატეთ თქვენი თავი, თუ დახმარება გჭირდებათ და მარტო ვერ ართმევთ თავს, ითხოვეთ დახმარება, დახმარების თხოვნაში ცუდი არაფერი არ არის. ზოგჯერ საჭიროა დახმარებაც მივიღოთ და შეგვეძლოს ამის მიღება. ესეც ძალიან დიდი უნარია, რადგან უმეტესად შეიძლება მიჩვეული ხართ, რომ ჩემით გავაკეთებ, მარტო გავაკეთებ, მე შემიძლია, სხვა ვერ დამეხმარება, მაგრამ არის თუნდაც ემოციურად თუ დაგეხმაროს ვინმე და რჩევა მოგცეს, უკვე ესეც დახმარება, ხო, არ არის აუცილებელი ყოველთვის ვინმე მოვიდეს და ფიზიკურად დაგეხმაროს, ემოციურადაც რო გეხმარებათ. მოკლედ, თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი. პირად გაშლებისთვის შეგიძლიათ WhatsApp-ზე, Viber-ზე მომწეროთ, Facebook მაყურებელმა ასევე Facebook-ის შეტყობინების ზოლში. მადლობა ყურადღებისთვის.